ხედავთ. პირველ რიგში მე განცხადება ის გაკეთებაც მინდოდა გამოვხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიას ეს შეგეხება რომელიც შეეხება უკანონო მოსმენს და თვალთვალის საკითხებს. ეს ინფორმაცია ჩვენც გვქონდა 1 ოქტომბრის შემდგომ რომ გაგრძელდა პრაქტიკულად შეუფერხებლად უკანონო თვალთვალი და მიყურადება ჩვენი მოქალაქეებისა. რამოდენიმეჯერ ამის შესახებ ჩვენ გვქონდა კიდევაც განცხადება, თუმცა ბუნებრივია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არასამთავრობოების მიერ დაწყებულ კამპანიას აქვს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა გამოუცხადოთ სრული მხარდაჭერა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლიან არჩევნებს და საერთაშორისო გამჭვირვალობას ამ კამპანიაში და დავეთანხმოთ მათ მოთხოვნებს. ძირითადი მათი მოთხოვნა არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აღადგენს სასამართლო კონტროლს მიყურადების პროცესზე. ყველა ნორმალურ ქვეყანაში იყო არის ასეთი წესი და საქართველოშიც იყო ასეთი წესი, რომ თუ ადამიანმა უნდა მოусმინოს ვინმე კონკრეტულად პეტრეს, პავლეს, უნდა მივიდეს სასამართლოში და აიღოს სანქცია, რომ მას უნდა კონკრეტულად მოусმინოს პეტრეს და უნდა დაასაბუთოს რატომ რა დანაშაულს შეიძლება ჩადიოდეს პეტრე. დღეს დავის საგანი მდგომარეობს იმაში, როცა გულუბრყვილო სახელით გამოდის ლევან იზორია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსის დეპარტამენტს ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე საშუალება აქვს პირდაპირ თავისი კაბინეტიდან გაუსვლელად უბრალოდ დააჭიროს ღილაკს და მოусმინოს ნებისმიერ მოქალაქეს, ისე რომ ამის შესახებ არ დაჭირდება არამხოლოდ სასამართლო კონტროლი, სასამართლო სანქცია, არამედ ამისათვის მას არ დაჭირდება თვითონ ამ მობილური ოპერატორის თანხმობაც კი. აი ეს ეგრეთ წოდებული შავი ყუთების სისტემა გულისხმობს იმას, რომ თვითონ მობილური კომპანიებიც ვერ აკონტროლებენ იმას, მის აბონენტებს უსმენენ თუ არ უსმენენ და ბოლოდროინდელი შემოწმება ჯეოსელში და იქ ფინანსური პოლიციის შეყვანა განპირობებული იყო სწორედ ამ ფაქტორით, რომ ჯეოსელმა ისევე როგორც თავის დროზე მაგთიმ გარკვეული შეფერხებების შექმნა მოინდომა ამ უკანონო მიყურადების პროცესის მიმართ. იმავდროულად აუცილებელი არის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გარდა შეიქმნას დამოუკიდებელი, მარეგულირებელი, მაკონტროლებელი ორგანო. ეს იყო ადრე სახალხო დამცველის იდეა, ბატონი უჩანანოაშვილის იდეა, ჩვენ მაშინ ცხარი დაუჭირეთ და ამ კონტექსტში ეს კიდევ უფრო აქტუალური არის. ეს უნდა იყოს დამკვირვებლებისგან, დამოუკიდებელი უფლებადამცავებისაგან შემდგარი ჯგუფიან კომისია, რომელიც ფაქტობრივად გააკონტროლებს ადგილზე მობილურ ოპერატორებში იქნება თუ სხვა სადგურებში იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ განახორციელოს უკანონო საქმიანობა. და ბოლოს ჩვენ კვლავინდებურად გვინდა დავაბრუნოთ ის მოთხოვნა, რომელსაც თავის დროზე ახმოვანებდა, აჟღერებდა კახა კახიშვილი, რომ ვიდრე არ შედგება ამ ქვეყანაში პრეცედენტი, რომ უკანონო მიყურადებისათვის ვინმე დაისჯება, მანამდე ეს რა თქმა უნდა გაგრძელდება. ეს არის ძალიან რთულად აღმოსაჩენი დანაშაული. როცა ლევან იზორია გულუბრყვილო სახით კითხულობს, რომ აი დაგვისახელეთ კონკრეტული ფაქტები, სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს იკითხოს, იმიტომ რომ ასეთ ფაქტს იურიდიულად ვერავინ ვერ დაამტკიცებს. როგორ შეგიძლიათ თქვენ იურიდიული მტკიცებულება მოიტანოს იმისა, საკუთარი კაბინეტიდან ლევან იზორია რა განკარგულებებს იძლევა. ამიტომაც, რადგანაც ასეთი რთულია ეს დანაშაული გამოსავლენად, რაც გამოვლინდება, ის მაინც უნდა იქნეს უმკაცრესად დასჯილი, რომ ამას კონდეს პრევენციის ძალა. ჩვენ ნახეთ, რომ უკანონო მიყურადებისათვის და უკანონო ჩანაწერებისათვის არც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასჯილან, პირიქით, ყველანაირი სამხილი და მტკიცებულებები გაანადგურეს და ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი შინაგან საქმეთა მინისტრი ხვედელიძეც ნაცვლად იმისა, რომ გაეგზავნოთ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, იცით, რომ გააგზავნეთ ჩეხეთში და იქ კარლოვი ვარში ისვენებდა თვეების განმავლობაში, რომ ქართულ ჟურნალისტებს მასთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონოდათ. მე დამატებით ამ კამპანიასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ მე მაქვს ექსკლუზიური ფაქტები იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურატურა, კონკრეტულად დღევანდელი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი იყენებს ამ უკანონო ჩანაწერებს, რომელიც ვითომდაც გითხეს, რომ განადგურებული არის და იყენებს მას კონკრეტულ პირებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიზნით. ის, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით, ეს არის ცალკე სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურა ვალდებული არის, რომ ამ განცხადების შემდგომ მე დამიკავშირდეს და დამკითხოს ამ საქმესთან დაკავშირებით, მე დაუსახელებ მას კონკრეტულ ადამიანებს, ვიზაც გიორგი ბადაშვილი ახორციელებს დღესდღეობით ზეწოლას, დაუსახელებ კონკრეტულ ჩანაწერებს, როდის ვის მიერაა ეს ჩანაწერები გახორციელებული. ბატონო?
მე მაქვს მტკიცებულებები, რომელიც გამოდგება სასამართლოში შესაბამისი განაჩენის დასადგენად, თუ კი პროკურატურა ამას მოინდომებს. ბადაშვილის გარდა ამ საქმეში იმხილებიან სხვა პირებიც, წესით ბადაშვილი ამ საქმის გამოძიების შემდგომ უნდა იქნეს დაპატიმრებული, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასაც ხვედელიძისავით ძალიან ლოიალურად მოიქცევა დღევანდელი ხელისუფლება. ბატონო? აი მიმართვა მე თქვენზე პირადად ვაკეთებ ამ განცხადებას და დღეს წერილობითაც გავრცელდება. ბატონო? ამ ადამიანებს ეხა იცით რომ ეს ადამიანები ვიზეც მე ვსაუბრობ და საერთოდ ადამიანები ძალიან ერიდებიან ხოლმე ღია კონფლიქტს ხელისუფლებასთან, თუმცა ჩვენ დავითანხმეთ ეს ადამიანები იმაზე რომ მათ მიმართეს მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართეს რამდენიმე ქვეყნის დიპლომატიურ მისიას, ამიტომ ის ფაქტები, რომელზეც ეხა მე გესაუბრებით, მარტო ჩემს მიერ არ არის დადასტურებული, ამ ფაქტების შესახებ ცნობილი არის ძალიან კომპეტენტური საერთაშორისო მისიების შესახებ. ვინ? არ არიან ისინი პოლიტიკურად პირდაპირ რომელიმე პოლიტიკური გუნდის წევრები, ეს არის მათ მიმართ აქვს პროკურატურას გარკვეული ინტერესი, საგამოძიებო ინტერესი და გამოძიებაში სასურველი ჩვენების მისაღებად ისინი იყენებდნენ ზეწოლის მიზნით აი ამ უკანონო ჩანაწერებს. ეხლა მე აღარ მინდა კონკრეტულ გვარებზე და სახელებზე საუბარი პრესასთან, თვითონ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ბუნებრივია რომ თუკი მთავარი პროკურატურა დამკითხავს, მე ბუნებრივია რომ მათ დაუსახელებს სახელებს, გვარებსაც და სხვა დეტალებსაც, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ მთავარი პროკურატურა როცა ამ პრესკონფერენციას უყურებს, თვითონაც ძალიან კარგად მიხვდება რა ფაქტზე არის საუბარი. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მე მგონი რაღაც გარკვეულ გაუგებრობას აქვს საქმე, მე არაერთხელ განმეცხადებია რომ მე ვარ ამ ეტაპზე პარტია თავისუფალი საქართველოს კანდიდატი და მე გავაკეთებ შესაბამის ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირას. რაც შეეხება იმას, არასაპარლამენტო პარტიები დამიჭერენ თუ არა მხარს, ეს დამოკიდებული არის მათზე. მე მათ მიმართე ერთიანობის წინადადებით, მე მათ მიმართე რომ თუ ყავთ სხვა კანდიდატი, რომელიც უფრო რეიტინგული არის, მე მზად ვარ რომ მოხსნა ჩემი კანდიდატურა და მას დაუჭირო მხარი. შევთავაზე აგრეთვე პრაიმერის იდეა, სოციოლოგიური გამოკითხვის იდეა, თუმცა ამ ეტაპზე არასაპარლამენტო პარტიები ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არიან, ამიტომაც მე არ მithქვამს არსად რომ მე ვარ არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი, ესეთი კანდიდატი ფიზიკურად ვერ იარსებებს იმ მიზეზის გამო, რომ ესეთი კოალიციაც კი არ არსებობს, ჯერ არათუ კანდიდატი. ამიტომაც ვინაიდან ეს მოლაპარაკებები გაგრძელდა უკვე 2 თვეზე მეტია, პრაქტიკულად მე-13 თვე იწურება. ჩვენ თვლით რომ ისედაც დაგვიანებული არის საარჩევნო კამპანიის დაწყება, ამიტომ მომავალ კვირას თავისუფალი საქართველო დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას. თუ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები შეიცვლიან თავიანთ პოზიციას და ჩათვლიან რომ ერთიანობა ჯობია არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობას, ჩვენ მზად ვართ რომ ნებისმიერი ასეთი განცხადების და სურვილის გამოხატვიდან უახლოეს 1 საათში დაუკავშირდეთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და შევქმნათ მასთან კოალიცია. დღეს ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად და საჯაროდ მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთიანობას, ეს არის ჩვენი პარტია თავისუფალი საქართველო. მე არ ვამბობ, რომ სხვა პარტიები არიან ამისი წინააღმდეგი, მაგრამ სხვა პარტიებში მიმდინარეობს არის შიდა დისკუსია თუ ჩამოყალიბების პროცესი და ალბათ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ ისინი თავად გამცნობენ. ჩვენ დავიწყებთ მომავალ კვირას, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ბუნებრივია ივლისამდე ვერ დაველოდებით ამ დისკუსიის შედეგებს, იმიტომ რომ არჩევნები ივნისშია. აქედან გამომდინარე, ყველაფერს აქვს თავისი გონივრული ვადები. ჩვენ ხედავთ, რომ მართველი პარტიის კანდიდატი უკვე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ხან ერთ ხიდს ხსნის და ხან მეორე იმას რა ქვია გზადკეცილს. ჩვენ ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს და არასაპარლამენტო ოპოზიცია როგორც ბედოულათები, ისე რაღაცა შიდა კულუარულ ამბებში არიან გარჩეული და ეს ნიშნავს იმას, რომ მისცე მოწინააღმდეგეს წინასწარ დიდი სტრატეგიული უპირატესობა. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენ დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ხოლო თუ არასაპარლამენტო პარტიები როცა ჩამოყალიბდებიან მოკლედ, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ იმ წუთიდან დავიწყოთ მათთან თანამშრომლობა. ჩვენ გვეყოლება კანდიდატები ყველა მსხვილ ქალაქში, შევეცდებით რომ დავაკომპლექტოთ აგრეთვე რაიონის გამგებლების დიდი უმრავლესობა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენთვის უმჯობესი არის თუ კი ეს მოხდებოდა კოალიციურ ფორმატში, მაგრამ ახლა ვინაიდან ადამიანებს სრული უფლება აქვთ იკითხონ ამორჩევლებს გულისხმობ, რა ვინ არის კონკრეტულად ზუგდიდის მერობის კანდიდატი. ჩვენ არ შეგვიძლია უთხრათ, რომ თქვენ ამას ზუგდიდელები გაიგებთ სულ ბოლო და მანამდე ამაზე საუბრებენ თბილისში პოლიტიკური პარტიის ლიდერები. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალი კვირიდან ეს საარჩევნო კამპანია დავიწყოთ რეგიონებში და შევთავაზოთ მოსახლეობას კანდიდატები.
ჩვენი იდეა პრაიმერის შესახებ გულისხმობს აგრეთვე იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას გვინდა ვთხოვოთ, რომ მათაც შემოგთავაზონ კანდიდატები. საქართველოში არის ზუსტად 1000 მაჟორიტარული ოლქი, 72 მუნიციპალიტეტი და დღეს საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რესურსი, რომ ამდენი კანდიდატი დამოუკიდებლად წამოაყენოს. ამიტომ ჩვენ საზოგადოებასაც ვთხოვთ, რომ მათ შემოგთავაზონ კანდიდატები, ჩვენთვის არანაირი იდეა ფიქსი არ არის, რომ მაინც და მაინც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იყოს ამა თუ იმ რაიონის გამგებლობის კანდიდატი ან ქალაქის მერობის კანდიდატი, თუ კი იქნება რეიტინგული კანდიდატები შემოთავაზებული, უპარტიო ან თუნდაც სხვა პარტიის წარმომადგენლები ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. დიახ. მე ვფიქრობ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა ძალიან კარგად ხელისუფლების უტიფრობა. მე ვიცი, რომ ჩვენ საზოგადოებას საარჩევნო კოდექსი ძალიან ნაკლებად დაინტერესებს, ეს უფრო პოლიტიკური პარტიებისთვის საინტერესო საკითხი არის. მაგრამ თვითონ მიდგომა საკითხის მიმართ, როგორი ქონდა ქართულ ოცნებას, რომ დაივიწყეს ყველაფერი, რასაც საუბრობდნენ 1 ოქტომბრამდე და თავიდან ბოლომდე გადავიდნენ იმის, რა ქვია, მაჭავარიანის და გოგორიშვილის პოზიციაზე, როცა თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს მე ვფიქრობ არის ძალიან კარგი ტესტი ამორჩევლისათვის, იმიტომ რომ ზუსტად ასეთივე პოზიცია დაიკავეს მათ სამართლიანობის აღდგენის საკითხში. დღევანდელი პროკურორები და დღევანდელი მინისტრები გვიმტკიცებენ ისევე როგორც თავის დროზე მერაბიშვილი და ადეიშვილი, რომ ჟვანიას თურმე იქ არაფერი უბედური შემთხვევა იყო, რომ გირგულიანის თურმე იქ ახალაია უდანაშაულო ყოფილა. იგივე ხდება საბანკო ვალების რესტრუქტურიზაციის სფეროში, იგივე ხდება ტარიფების სფეროში. დღეს გვიმტკიცებენ, რომ თურმე იქ არაფერი უკანონო ამ ტარიფების ფასტარმოქმნაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ, რომელსაც სურს ცვლილებები, უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ ქართული ოცნება მხარს უჭერს სისტემის შენარჩუნებას. ქართულმა ოცნებამ დაასრულა ამ ქვეყანაში ის ცვლილებები, რაც მათ უნდათ. ბოკერიას ჯიპი გამოცვალეს, ახალი ჯიპი იყიდეს, არანაირი სხვა ცვლილებების განხორციელებას ისინი არ აპირებენ. და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ცვლილებები, რომლებსაც სურთ რეფორმები, მათ ხარი უნდა დაუჭირონ თავისუფალ საქართველოს. ეს არის ელექტორატის ორი სხვადასხვა ტიპი, ვინც მეტნაკლებად კმაყოფილია არსებული ვითარებით და ვინც ითხოვს ცვლილებებს. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებითაც და სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მე ერთ-ერთ ტელეარხზე პირველ არხზე თუ არ ვწდები, ვთქვი, რომ იქ ჩაერთნენ სტუდიაში დისკუსიის დროს ჯერ პავლე კუბლაშვილი და მე ცოტა ხანში გიგა ბუკია ქართული ოცნების წარმომადგენელი. Silk TV როგორც ვიცი, რომ 10 დღის არქივს ახვევს მარტო, მაგრამ აი რო იყოს საშუალება, რომ 2 წლის წინა არქივი გადაახვიო აი Silk TV-ს პულტით, ნახავდეთ, რომ რასაც დღეს საუბრობს ქართული ოცნება, რომ გადაახვიო, არის ზუსტად ის, რასაც საუბრობდა ნაციონალური მოძრაობა 2 წლის წინ და რო გადაგვეხვია ეს კუბლაშვილი, რასაც საუბრობს 2 წლის წინ, ისაუბრებდა ზუსტად იმას, ბუკია იქნებოდა თუ ქართული ოცნების სხვა წარმომადგენელი. ამ ადამიანებმა უბრალოდ როლები გაცვალეს. და აქედან გამომდინარე, ქართულმა ამორჩეულობაც უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნა, რომ არც საარჩევნო რეფორმა, არც სამართლებრივი რეფორმა, არც სამართლიანობის აღდგენა, არც ტარიფების გადახედვა და არც სხვა რომელიმე სისტემური ცვლილება ამ ქვეყანაში არ მოხდება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის შეთანხმებული თამაშის პირობებში. ამიტომაც არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს შიდა დისკუსიები. მე არ ვიცი ხა თუ ჩვენოდ ვინმე რამე მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ შესახებ, ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ამიტომაც არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. უბრალოდ აქ არის მისაღები კიდევ ერთხელ გეუბნებით პრინციპული გადაწყვეტილება, რომელი პარტია აპირებს არჩევნებში მონაწილეობას ცალკე, რომელი პარტია აპირებს არჩევნებში მონაწილეობას ბლოკში. ჩვენ თავისუფალმა საქართველოს ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, რომ ჩვენთვის უმჯობესი არის ერთიანად ბლოკში არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ერთი პარტია ბლოკს ვერ დააფუძნებს, მინიმუმ მეორე სუბიექტის თანხმობაც უნდა იყოს ამის შესახებ. ამიტომ ჩვენ ველოდებით ჩვენ პარტნიორებს, როცა ისინი ჩამოყალიბდებიან, პირველ რიგში ბუნებრივია ჩვენი ინტერესის საგანი არის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილთან მოხდეს ჩვენი ერთიანობა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ერთად ბრძოლის გარკვეული გამოცდილება, ჩვენ მხარი დაუჭირეთ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის როგორც ყველაზე უფრო მეტად ახლო მდგომს, თუმცა ჩვენ შორისაც ბევრი განსხვავება არსებობს. ამიტომ ჩვენთვის საინტერესო არის, რა თქმა უნდა, როგორ ჩამოყალიბდებიან აი ეს ჩვენი ძველი პარტნიორები ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, მე ქალბატონ სალომისთან უკვე წლებია არანაირი ურთიერთობა, არც უშუალოდ და არც ტელეფონის საშუალებით არ გქონია.
მე მაქვს ნაციონალური მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან კონკურენციის გამოცდილება ნაძალადევის შუალედურ არჩევნებში, რომელიც შარშან აპრილში ჩატარდა. და მინდა გითხრათ, რომ მათ კონკურენტულობას, ამ პარტიების კონკურენტულობას არ განაპირობებენ მათი კანდიდატები. მელია იქნება, ვაშაძე იქნება, ნარმანია იქნება, კორძაია იქნება, თუ პეტრე იქნება, თუ პავლე იქნება, ეს მათთვის არ არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ამ პარტიების კონკურენტუნალიანობას და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობას განაპირობებს ის ფული, ის შავი ფული და ის შავი ბიულეტენები, რომელსაც ისინი იყენებენ კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში. ეხლა გასაგებია, რომ ნიკა მელიას არათუ რეიტინგი, არამედ ცნობადობაც კი ალბათ თბილისში ჯერჯერობით ძალიან დაბალი აქვს, მაგრამ მისი საარჩევნო კამპანია დაფუძნებული იქნება იმაზე, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება თბილისის მერია, მთელი შემადგენლობით, 10 რაიონის გამგეობა, 25 მუნიციპალიტეტი, უამრავი IP და CP, რომელიც დაფუძნებული აქვს თბილისის მერიას, კომისიის წევრები და სხვა ეს დაფინანსებული აპარატი. და იგივე შემიძლია გითხრათ ნარმანიას შესახებაც. აქედან გამომდინარე, მე პირადად რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იქ მელია იქნებოდა თუ ვაშაძე, ამას არ ვანიჭებ. ჩვენთვის ამას არის მათი შიდა პარტიული საქმე. მე ერთადერთი არ ვაპირებ საერთოდ მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე მე რომ პერსონალურად თავს დავესხა ჩემს ოპონენტებს, ნარმანია იქნება ეს თუ მელია, ერთადერთი რაც მინდა პერსონალურად მათ მიმართ თქვა, იმედია რომ ისინი მარგველაშვილივით არ დაიმალებიან ბუჩქებში და წინა საარჩევნო დებატებს არ არიდებენ თავს. ერთადერთი ვალდებულება მე არ შემიძლია თქვა, რომ რომელიმე ჩემი კანდიდატი ცუდი ადამიანია, კარგი ადამიანია. მე შემიძლია მათი პროგრამა, მათი კურსი შევაფასო. ერთადერთი რა თხოვნაც და რა მიმართვაც მექნება მათ მიმართ, რომ დავждეთ დებატებში ერთად, ნუ დავემალებით ერთმანეთს, ნუ მოვიმიზეზებთ იმას, რომ ვინ კვალიფიციურია და ვინ არაკვალიფიციური, ეთერში რომ დავждებით ერთად, ამ ორჩევანი მივხვდება კარგად, ვინ არის ჩვენ შორის კვალიფიციური და ვინ არაკვალიფიციური. არც საკრებულოს წევრებს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და მე პირადად მაქვს დაბეჭდილება, რომ ეს არის აფიორა, რაღაცა ფინანსური მაქინაცია, რომელიც არის პირადად ბატონ შიხიაშვილის წამოწყება. ამიტომ მინდა ურჩიო, როგორც ინვესტორებს, ისე თბილისელებს, რომ ნუ აყვებიან აი რაღაც არაოფიციალურ აფიორებს, ნუ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, იმიტომ რომ როგორც იცით, თბილისში ძალიან ბევრი არის ესეთი корпуსი და ძალიან ბევრი არის ესეთი ესე ვთქვათ პოტიომკინის სოფლები, როცა დაანგრიეს ძველი корпуსები, ერთ წელიწადში რომ უნდა შეესახლებინათ მე ახალ корпуსებში მაცხოვრებლები და დღესაც რაღაც ბარაკებში ცხოვრობენ ქერით. ამიტომაც ეს არის ძალიან სახიფათო თემა და არ შეიძლება შიხიაშვილის და მისი არაბი შეიხის რაღაცა კერძო კულუარული მოლაპარაკებების საფუძველზე ჩვენ თბილისის რამდენიმე რაიონი გამოვასახლოთ თავისი ბინებიდან. ამას რა თქმა უნდა, ეხლა ხო ვიცით ცენტრპოინტის და რა ვიცი მთელი კომპანიები არის, რომლებიც ასევე დაპირდნენ ადამიანებს ანალოგიური ვალდებულებები აიღეს თავის თავზე და გააუბედურეს ათასობით და ათასობით ოჯახი და ვისაც ძალიან ხიბლავს შიხიაშვილის დაპირებები, ურჩევდი რომ საბურთალოზე მივიდეს ცენტრპოინტის ოფისთან, ყოველდღე აქციები რო არის და მოტყუებული ადამიანები მართავენ იქ სხვადასხვა მოთხოვნით შეკრებებს. ამიტომაც ხურშოვკების ეგრეთ წოდებული ხურშოვკების რეაბილიტაცია რა თქმა უნდა საჭირო არის, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქალაქის მთლიანი გენერალური გეგმის განახლების ფარგლებში. მე პირადად მაქვს ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და წინა საარჩევნო კამპანიას დროს ამაზე გავაკეთებ აქცენტს, რომ ჩემი აზრით თბილისში ახალი საცხოვრებელი ფართების ასე ვთქვათ მშენებლობა საერთოდ არ არის მიზანშეწონილი. იმიტომ რომ თბილისში უკვე ცხოვრება და სუნთქვა და მოძრაობა ხდება შეუძლებელი და ამას თქვენ ამჩნევთ. რამოდენიმე უბანი, რომელიც თქვენ ბავშვობაში იყო პრესტიჟული, დღეს არის სიმახინჯე, მაგალითად ყიფშიძე, მაგალითად დოლიძე, მაგალითად აკადემ ქალაქი, იმის გამო რომ იქ ააშენეს კარგი корпуსები, მაგრამ ირგვლივ არ არის არანაირი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ადამიანმა იმოძრაოს ამ ბავშვმა ითამაშოს და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ის რომ ჩვენ დავანგრიოთ ახლა იოსობიძეზე 4 სართულიანი корпуსები, ავაშენოთ იგივე ადგილას 16 სართულიანი, ამაზე ვიღაცამ ხელი მოითფოს საცხოვრებელი ფართის მშენებლობაზე და მე იქ შეუძლებელი იყოს ცხოვრება. ეს მე ვფიქრობ, რომ სწორი არ არის. პირიქით, ქალაქის ახალი ხელმძღვანელობის, ქალაქის ახალი არქიტექტურული გუნდის აქცენტები უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ თბილისში ნელ-ნელა ჩვენ ვაშენოთ არა საცხოვრებელი ფართი, არამედ კომუნიკაციები, მაგისტრალები, გამწვანებული ზონები. თუ გინდა რომ ეს იყოს ნორმალური ქალაქი.
წინააღმდეგ შემთხვევაში დაემსგავსება ნელ-ნელა თბილისიც იმ მეგაპოლისებს, საიდანაც მოსახლეობა გარბეს. საცხოვრებელი ფართობის მშენებლობა მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ უნდა წაახალისოს ქუთაისში, უნდა წაახალისოს ფოთში, სადაც არის დემოგრაფიული დეპრესია და თბილისში თავმოყრილი არის მოსახლეობის 1/3 და ახლა თუ გავაგზავნებთ ამ ტემპებით საცხოვრებელი ფართობის მშენებლობას, თავმოყრილი იქნება მალე 2/3, რაც ქვეყნისთვის ნამდვილი კატასტროფაა.